სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგი სესია 47 ნაწილი, ჩაწერილი იქნა 2000 წლის 26 ნოემბერს, ანუ იმავე წელს, რომელზეც 46 იყო ჩაწერილი. და შემდეგი კითხვა ძალიან საინტერესო, რომელსაც ქალბატონისვას მისი სახელია კიმბერლი. მე ესე დავასათაურე, რას ურჩევდით დავრდომილ ამანტყოფს, რომელსაც ზიარებაში მონაწილეობა არ შეუძლია. სალამი ჯონ, მე კიმბერლი მქვია და მე საკმაოდ საინტერესო კითხვა მაქვს. და ეს კითხვა 4 შაბათს, როდესაც ზიარებას ჩვენ ვასრულებდით, მაშინ მომივიდა თავში და გამიელვა. რას იტყოდით იმ ადამიანების საიმედოდ, ვისაც სურს ზიარებაში მიღება, მაგრამ სამედიცინო მიზეზების გამო არ შეუძლიათ. და იმედგაცრუებული ან გულდაწყვეტილები იყვნენ. მათ არ აქვთ ამის საშუალება. და ვიღაცა ჯერი ალბათ დამხმარე, ვინც იდგა მიკროფონთან, იცით რომ მიკროფონებთან დგანან ადამიანები, ის ამბობს. მე ვეტყოდი, რომ მათ დაშიდებათ ვინმე, ვინც დაეხმარება ამის გაკეთებაში. სამედიცინო მიზეზების გამო გულისხმობთ და კითხვის ავტორი ამბობს აზუსტებს. მე გულისხმობ, ვისაც მათი გაკეთება მიზანშეწონილი არ არის მათთვის. მაგალითად, საფრთხეს შეუქმნიდა თუ ისინი მაგალითად ამ ღვინოს ან პურს გატეხავდნენ, იმიტომ რომ მათ ჭირდებათ ინტრავერტული კვება. დავრდომილ ადამიანებზეა ლაპარაკი. არ შეუძლიათ გადაყლაპვა მიზეზების გამო. რას ურჩევდით მათ და როგორ წაახალისებდით? რა უნდა გააკეთოს ასეთმა ადამიანმა ესეთ შემთხვევაში, ვისაც აქვს სურვილი, მაგრამ ვერ იღებს მონაწილეობას. და ჯონ მაკარტური პასუხობს. დიახ, კიმბერლი, მადლობა, ეს ძალიან კარგი კითხვაა და არ ამგონია, მე არ მახსოვს, რომ ვინმეს დაესოს ესეთი კითხვა. მაგრამ მე მესმის, რასაც ამბობთ და მე პარალელურ კითხვას დაგისვათ, რომელიც ავტომატურად ჩდება. და რამოდენიმეჯერ მე ასეთ კითხვას წავაწყდი. და ეს გარკვეულწილად გააფართოვებს იმ სურათს, რაზე ჩვენ საუბრობთ. გახსოვთ, იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ქრისტესთან მიიყვანეს ძალიან მძიმე ავადმყოფობებით, დავრდომილებიც. და შესაძლოა ეს წლების განმავლობაში იყო. და შეიძლება ეს იყო სიკვდილამდე, სულ რაღაც რამდენიმე საათები იყო დარჩენილი ალბათ მათ სიკვდილამდე. და მათ არანაირად არ შეეძლოთ ნათლობაში მონაწილეობა. წყლით ნათლობაზეა ლაპარაკი. და მათ ვერ მიიღეს ეს რიტუალები, ვერ გაიარეს. ჩვენ ვიცით, რომ ესეთ ადამიანების გულში ღმერთი იყურება, მან იცის, როგორი მორჩილია მათი გული და როგორი მონდომებულები არიან. და მე უბრალოდ ვიტყოდი, რომ გულში სურვილი, რომ პატივისცეს უფალი იესო ქრისტეს. და ყველანაირად იწამოს იესომ რა ჯვარზე გააკეთა. და იცის რა მოხდა, როგორ ამაღლდა იესო ჯვარზე. რა თქმა უნდა, ღმერთი ამას ხედავს და ყველანაირად ჩაუთვლის ამას. და ალბათ მიგებთ, რასაც ვამბობ. თუ ადამიანს არ შეუძლია გააკეთოს რაიმე რიტუალი, რომელიც მისთვის შეუძლებელია, რასაც სხვა შემთხვევაში გააკეთებდა, უფალი ამას ხედავს და იცის. და თუ ადამიანს არ აქვს გადაყლაპის უნარი, ცხადია, მას არ აქვს უნარი, რომ შეჭამოს პური და არ შეუძლია ის ღვინის თასი გაიზიაროს. და შეგვიძლია ეს დავიყვანოთ, თქვენ რაც ათქვით, წვეთოვანამდეც. და მე არ ვფიქრობ, რომ წვეთოვანში უნდა ჩავასხათ ეს ღვინო და ისე დავალევინოთ. არ ამგონია ეს სავალდებულო იყოს. ყველაზე მთავარი არის მისი გულის განწყობა ამ ქმედებისათვის და მისი სურვილი. და ღმერთი ამას ხედავს შიგნით. მე მახსოვს, როდესაც ერთხელ 90 წელს გადაცილებული მოხუც ქალბატონთან მიმიყვანეს სამადყოფოში, რომელმაც ქრისტე მიიღო. ერთ-ერთმა ქალბატონმა რეკომენდაცია გაუწია მას და მთხოვა, რომ მივსულიყავი. მეც მივედი და სახარება გაუსიარე.
ის გამოეხმაურო სახარებას და მოინანია. ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც ჩვენ საუბრობდით, მან მითხრა, მე მინდა რომ წყლით ნათლობა შემძლებოდაო. ძალიან მინდა რომ წყლითაც მოვინათლო. არდა ის უკვე სიკვდილის პირას იყო. და ამის შემდეგ დიდხანს არ უცოცხლია. ასე რომ მისი წყალში ჩაძირვა, ჩაყურყუმალავება შეუძლებელი იყო. მაგრამ მე 100% დარწმუნებული ვარ, რომ მისი გულის განზრახვა უკვე საკმარისი იყო ღმერთისათვის. მორჩილების სულისკვეთება და ფიზიკური სინდისის ქეჯნა. ის ამას ვერ შეასრულებდა. მაგრამ ყოველთვის ესეთ საკითხებში ღმერთი გულში იყურება. სადაც გვაქვს უნარი, უნდა გავაკეთოთ ის, რასაც ღმერთი გთხოვს და ჩვენ ამას ვაკეთებთ. მაგრამ სადაც არ აქვს ამის შესაძლებლობა, უკვე გულის ზრახვებიც კი საკმარისია ღმერთის დასაკმაყოფილებლად. ამაში მე 100% ვარ დარწმუნებული. გმადლობთ კიმბერლი კითხვისათვის. გმადლობ ჯონ თქვენს პასუხისათვის.